დილა წიგნების ამ მოგესალმებით. ჩემ ბავშვობაში გოგლი-მოგლის კეთება იყო ბებიების პრეროგატივა, თუმცა მე ამ შემთხვევაში არ დავზარდი, იმიტომ რომ რა შეიძლება გაუკეთოს კოლეგას თუ არა გოგლი-მოგლი. საერთოდ გოგლი-მოგლი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლოა, შეიძლება ითქვას. და ჩვენ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვისაუბროთ წიგნზე, რომელსაც სწორედ ასე ქვია, გიორგი კეკელიძის სხვა დეტექტივის მორიგი წიგნი, გოგლი-მოგლი, ხოლო მის უდიდებულესობა პოეტს, რომელსაც თაყვანისმცემლები არ აკლია. მე მოუმზადე გოგლი-მოგლი, იმისათვის რომ მისი ხმის იოგები იყოს შენარჩუნებული სათანადო ხარისხში. სხვა დეტექტივი არის უცნაური წიგნი, თუმცა პოეტმა, რომელმაც მოულოდნელად გადაინაცვლა პროზაში, გაგვანებიურა ამ უცნაური წიგნებით და უცნაური ამბებით. ეს წიგნი არის მხატვარზე, შეიძლება ვთქვათ. წიგნის ერთ-ერთი მთავარი გმირი მხატვარია და არის მაყვალიეზე, რომელსაც სინამდვილეში მედია ჰქვია და მას აქვს ორი უცნაური ჯადო მომზადებული ჩვენთვის. შეგიძლიათ ნახოთ, წაიკითხოთ და ისი ამოვნოთ. რა თქმა უნდა, ნუ დაგავიწყდებათ გოგლი-მოგლის მიღწევას. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ახალხან დაასრულეთ ჩემი გოგლი-მოგლის დაგემოვნება და უნდა იმედები გაგიცრუოთ ასე დანაყრებულებს პირდაპირ გეპატიჟებით პოსტაპოკალიფსურ სამყაროში, სადაც კორმაკ მაგარტნი შეგიწყვება. ეს არის ენტონი დოიერის წიგნი, შუქი, რომელსაც ვერ ვხედავთ და რომელმაც 2007 წელს პულიცერის პრემია აიღო. ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ ამაზე მეტი გეოლდება გულისხმობ მშრალ ინფორმაციას. იმიტომ რომ თქვენ შეიძლება უცებ ერთ წუთში აღმოჩნდეთ გვამებსა და კატასტროფის მოლოდინს შუა. ეს ყველაზე რთული რამეა, მოლოდინი ადამიანებს ყოველთვის უჭირთ. ამიტომაც იჩქარეთ, თქვენ გეოლდებათ შუქი, რომელსაც ვერ ხედავთ. ენტონი დოერი. ზღაპრები ალბათ არის ყველაზე საყვარელი რამ, რაც ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რამ, რაც ბავშვობიდან გვამახსოვრდება. მეტადრე ისეთი კეთილი ზღაპრები, როგორც გქონდა ერთ უცნაურ კაცს და სწორედ მის შემდეგ შეიძლება ვთქვათ, რომ დანია იქცა, ზოგადად სკანდინავიის ქვეყნები იქცა საბავშვო ლიტერატურის ერთგვარ მექად. ეს გამოცემა არის ფერადი, ძალიან ლამაზი, ძალიან მიმზიდველი. აქ ზღაპრები თემატიკის მიხედვით არის დავაგებული, მაგალითად მოგზაურე და აღმოაჩინე, უჩვეულო ამბები და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ზღაპრები და განსაკუთრებით ანდერსენის ზღაპრები არის ის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელსაც ადამიანი გავს მხატვრული ლიტერატურის ძალიან დიდ სამყაროს შესასვლელად და ამის გარეშე ადამიანი ალბათ ძალიან ღარიბია. ზოი საგის საგა ონლაინ გოგო. ამბავი, რომელიც ძალიან უცნაურია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ზეცაში ვითარდება მიწაზეც, მაგრამ უფრო ზეცაში. 14 წლის სიუზი სელმონი, როცა მოკლის, ცხადია, მისმა სულმა ცაში დაიდობინა და ამის შემდეგ ის ყველაფერს უკვე იქიდან აკვირდება. იქაც ცხოვრობს, იქაც იძიებს რაღაც ამბებს, მაგრამ არც დედამიწას ტოვებს უყურადღებოდ და მთელი რიგი ამბები, რაც მის კვლევობას უძღოდა წინ და შემდეგ უკვე ვითარდება, მისი თვალისთვის არის ხილული, მაგრამ ის ვერაფერს ვერ შეძლებს, იმიტომ რომ ზეცაშია. თუმცა ვინ იცის, მივადევნოთ თვალყური მის ისტორიას და თუ როგორ დასრულდება ეს სული შემძლელი ამბავი, თქვენ აუცილებლად გეცოდინებათ მაშინ, როდესაც ჩვენ უკვე მომავალ ორშაბათს ახალი წიგნებით დავბრუნდებით.